პროდუქტებზე, ხორცეულზე, მედიკამენტებზე, საწვავზე ფასები იმატებს და სწორედ დეკემბრის შემდეგ არის ამ მიმართულებებით ფასები მომატებული. ტარიფები იმატებს. ელექტროენერგიაზე 33%-ით არის ტარიფი მომატებული. ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ძალიან ჩვენს მოსახლეობაში, განსაკუთრებით რეგიონებში. ფასები ვერ გაიაფდება ოცნების პირობებში, იმიტომ რომ ოცნება არის კორუმპირებული ძალა და მთავარი მიზანი და მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღეს ფასები არის ესეთი კოლოსალური ჩვენს ქვეყანაში, ეს არის კორუფცია. არც ერთ ინიციატივაზე, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მყიდველ ურნარიანობის გაზრდას, ოცნება თანხმობას არ აცხადებს. ჩვენ შევთავაზეთ მათ პენსიების გაზრდა. ჩვენ შევთავაზეთ მათ მინიმალური ხელფასი. ჩვენ ვთავაზეთ მათ სასკოლო კვებას. არც ერთ იმ საკითხზე, რომელიც მართლაც კვეთს ჩვენი მოქალაქეების ყველაზე მწვავე პრობლემებს, ოცნება თანხმობას არ აცხადებს. ხედავთ ოცნების მინისტრთა კაბინეტის რიგებში 7 მილიონერს, ხედავთ საკანონმდებლო ორგანოში ოცნების რიგებში 30-მდე მილიონერს. ფასების კომისიის თავმჯდომარეც ოფიციალური მილიონერია. შესაბამისად, ძალიან რთულია მისთვის გასაგებად, რატოა ეს მწვავე ასეთი პრობლემა. ის რომ ქვეყნის თანამდებობის, უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გამოდის და ხუმრობით 10 ლარად გვეპატიჟება ხორცის საყიდლად სადღაც, ანუ ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ ის სრულებით არ ხედავს საკუთარი მოსახლეობის პრობლემებს, იმიტომ რომ 10 ლარი კი არა ადამიანებისთვის სააღდგომოდ ელემენტარულად ის კვერცხიც კი პრობლემა იყო და იმ კვერცხის შეძენაც კი პრობლემა იყო, ჩვენ ნახეთ ეს. შესაბამისად, ეს ტრაგედია, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელიც ოცნების პირობებში დადგა. ჩემთვის ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე, ეს ერთი განზომილება არის. ეს ადამიანები ხელს აფარებდნენ წლების განმავლობაში იმას, რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და ბურჭულაძე ძარცვავდნენ ქვეყანას. ახლა სხვები აფარებენ კალაძე, კობახიძის კლანს, იმიტომ რომ ისინი ძარცვავენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.